ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ანტიბიოტიკებს ხშირად იყენებს არამიზნობრივად, რაც პირიქით დადებითი მუხტის მომტანი კი არა, პირიქით უარყოფითია. და ამიტომაც თვითნებურად ანტიბიოტიკის გამოყენება ექიმის გარეშე დაუშვებელია. ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება იწყებს სხვადასხვა პრობლემებს მოზარდის ორგანიზმში და ყველაზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ ის აქვეითებს ძალიან იმუნიტეტს და უფრო შემავალს ხდის სხვადასხვა დაავადების მიმართ. ამიტომაც სასურველი იქნება თუ როდესაც ბავშვი ან გაცივდება, ან რაიმე პრობლემა აქვს, ეს თვითნებურად არ გადაწყვეტოს მშობელმა და აუცილებლად მიაკითხოს პედიატრს შესაბამისი რჩევისათვის და დანიშნულების მიცემისათვის. ამასთან ერთად არის გარკვეული ანტიბიოტიკები, რომელსაც ასაკობრივ ემქვემდებარება დანიშნულებას და ხშირად ამას პაციენტის პატრონი ვერ გადაწყვეტს. რაც შეეხება უარყოფით ჩვევებს, არის რომ ის აქვეითებს იმუნიტეტს, რომელიც უფრო აადვილებს შემდგომი დაავადებების წარმოებისათვის. ამასთან ერთად ხშირი მიღება ხდება რეზისტენტული ეს ანტიბიოტიკი და უფრო ძლიერი ანტიბიოტიკის მიღება არის საჭირო შემდგომი მკურნალობისათვის.